ეს იყო 90-იან წლებში, მაშინ ძალიან ბევრი იყო ესეთი უცხო პლანეტარული შემოსვლა. თალე შონიას ჰქონდა ცხონებულს ხშირი კონტაქტები უცხო პლანეტელებთან და მაკინა გამომდინარე იცოდა რა, რომ ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკე ამ თემაზე და რომ ძალიან მაინტერესებს და ასე შემდგომ. მან მითხრა, რომ ერთხელაც შემეძლია მოგიწყო ესეთი შეხვედრაო. არის რამდენიმე, რომელიც გამოდის ჩემთან კონტაქტზე და არის ძალიან პოზიტიური ენერგიის და აბსოლუტურად სხვა ფერი აქვს მათ და სულ სხვა ხედვა ყველაფრის. და ძალიან ბევრი რამ ამიხსნესო გესმის და აი შემიძლია ესეთ პიროვნებასთან მაგ მე შეხვედრაო დანიშნულია ამ დღეებშიო და თუ გინდა წამოდიო რუსთავში წავედით გორაკი იყო და ქალაქის ცოტა გარეუბანი იყო რა ხო ეგ გარკვეული წერტილი იყო სადაც ნუ ეთყობა ხდებოდნენ ესენი ერთმანეთს იქ ხალხი არ იყო და არაფერი ამბეგვარი და ნუ გამაფრთხილა წინ და წინ მითხრა რომ ცოტა თავი აქ ტკივდებო არ შეგეშინდესო რომ ვიბრაციული სიხშირეები სხვადასხვა იმის და ჩვენიო მე ეს გაგივლისო და ნუ საათი რამე თუ გაგიჩერდება ეს ყველაფერი არ შეგეშინდეს ნუ იყო უზარმაზარი 3 მეტრზე ზევით რო იყო ეს ვიცი სიტყვა და ეს ხმა საერთოდ არ იყო ბორდა შეხედავდი და მრჩ წავიდა აზრობრივი გაცვლა ინფორმაციის იყო კეთილგანწყობილი ეს უდავოდ და ისიც აგვიხსნა რომ ადრეულ პერიოდში ისინი ცხოვრობდნენ აქ მერე გავიდნენ ეს სისტემა ჩვენი მზის სისტემა გაიარეს და ხა სხვა დონეზე არიან და ნუ ზოგი არის ახლა არქტურის თანავარსკვლავედში ზოგი სირიუსიდან არის და ასე შემდგომ და იქიდან ჩამოდიან დამხმარე ძალები არსებობენ რომელიც ეხმარებიან დღესაც რომ დედამიწა არ განა მithumetes როცა არის დაუშვათ ომები და ასეთ სიტუაციებში შეიძლება დედამიწა გაანადგურონ აი მაშინ ესენი განსაკუთრებით ერევიან